ოსტნეული სუპი, ფრი, პიცა 4 ყველის, გოგრის კრემ სუპი. სამზარეულოში მუშაობა დავიწყე პრინციპს სულიერ ჩემ თხოვით. მეგობარმა დამირეკა და შემოთავაზა დამხმარეთ მასთან მუშაობა რომ ესწავლა. თავიდან ცოტა გამიჭირდა და ჩემს გაშვებასაც კი აპირებდნენ და შემდეგში ნელ-ნელა უცებ ავითვისე და მოვედი აქამდე როგორც ვარ. თავიდან სერიოზულად არც უყურებდი უბრალოდ დროებითი სამსახური იყო. პარალელურად უთავსებდი სწავლას და მუშაობას ერთად, მაგრამ ნელ-ნელა შემიყვარდა ეს საქმე. მივხვდი რომ ეს საქმე უკეთესად გამომდიოდა ვიდრე ჩემი განათლებით დამეწყო მუშაობა და კომფორტულად ვქნობ თავს ამ საქმეში. თუ რაღაც 2 თვე არის შევზარეული გავხდი, დავიწყე რიგითი მზარეულით, მერე სუშეფი გავხდი და მოვედი შეფამდე. მზარეულობა გემრიელი კერძი რო გააკეთოს, ხოლმე პროდუქტი არ არის საკმარისი. მთავარი ხასიათის განწყობაც როგორია, სამზარეულოს მუსიკა გვაქვს ჩართული და როცა კაი ხასიათი აქვს, ძირითადად უმადლობებით შემოდის. იყო რამოდენიმე შემთხვევა, მომხმარებლების უშუალო ჩარებით. რამოდენიმე კერძი შეიცვალა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათთვის კეთდება პირველ რიგში. ჩემ წარმოდგენაში მზარეული ასოცირდებოდა ღიპიან, წვერებიან კაცთან. მაგრამ ეხლა ისე ტენდენცია რომ ახალგაზრდა უფრო პოპულარული ხდება ეს პროფესია, უფრო სერიოზულად უდგებიან და უფრო მეტი პატივისცემაც აქვს მზარეულს. ჩემ სამზარეულოში ძირითადად სულ ახალგაზრდები ვართ, მაქსიმუმ 30 წლის ასაკამდე ვართ ყველანი, მაგრამ ყველას საკმარისი გამოცდილება აქვს და ყველა პროფესიონალია თავის საქმის. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი. საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, დიდ ენერგიას ვხარჯავთ, ბოლომდე ვიხარჯებით აქ და ხუმრობთ კიდეც ბიჭები, რომ სახლი სასტუმროა და ეს სამზარეულო რესტორანი ჩვენი სახლია. კარგად მახსენდება ერთ ფაქტი, დაახლოებით 1-4 წლის წინ სტუმარი იყო შემოსული, შემოვიდა სამზარეულოში და ტაში დამიკრა და ძალიან ასეულო დღემდე მახსოვს ხოლმე ეს, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო, ეს არის ყველაზე დიდი დაფასება. არ ვჩერდები პროფესიულად და ყოველთვის ვითარდები, იმიტომ რომ წელიწადში სულ მცირე ორჯერ იცვლება მენიუ, ახალი პროდუქცია მოგდის, სულ ვითარდები, სულ რაღაცის ძიებაში ვარ და ვთვლი რომ არა მომიწურია ჩემი თავი აქ. სამალოთ არ ვიცი როდის იქნება, როგორ იქნება, მაგრამ მინდა უფრო მეტი სამზარეულო ავითვისო, უფრო საფუძვლიანად. მე უპირატესობას ვანიჭებ უფრო სადა გაფორმებას, რადგან რომ ზედმეტი გაფორმება ძალიან გადატვირთული იქნება და კერძს უნდა მიექცეს ძირითადი მნიშვნელობა ვიდრე გაფორმებას. ყურადღებას არ უნდა იქცევდეს, მაგრამ თავის პატარა დეტალს უნდა ამატებდეს ის რა თქმა უნდა.